გამარჯობათ. მშობლებს შვილებისთვის მხოლოდ საუკეთესო, მხოლოდ სიკეთე უნდათ. მაგრამ რა არის ეს საუკეთესო, რა არის ეს სიკეთე? ბიბლიაში წერია, რომ ადამი იყო ღმერთის ხატი და მსგავსი. მაგრამ დაეცა, შესწოდა, მადლი დაკარგა, დამახინჯდა, დაბნელდა. ეშმაკის თვისებები გაიზიარა, შინაგანად, სულიერად მოიწამლა. სხეულით კიდე მოკვდავი გახდა. და ბიბლია ამბობს, რომ ადამს აღარ შეეძლო ღმერთის ხატებების დაბადება, არამედ ადამის შვილები იბადებიან როგორც ადამის ხატებები, დაცემულები, დამახინჯებულები, გაუკუღმართებულები. იმისი არ გათვალისწინება, თუ რა გააკეთა ადამიანმა სამოთხეში და რა დაემართა და ისე ცხოვრება და მოქმედება, თითქოს არაფერი არ მომხდარა და თუ რა მოხდა, ეს ჩვენ არ გვეხება, ჩვენ მაინც კარგები ვართ. ეს იქნება საბედისწერო შეცდომა, რომელიც ადრე თუ გვიან თავის წარენაყოფს გამოიღებს. ჩვენი შვილებისთვის მხოლოდ სიკეთე გვინდა, მაგრამ ჩვენივე დაცემის გამო ჩვენ გვაქვს სიკეთის ჩვენეული ვერსია, როგორც ჩვენ გვგონია, როგორც ჩვენ გვეჩვენება. მაგალითად, ღმერთმა თქვა, რომ ადამიანისთვის შრომა ეს არის კურნება, კურნალობის გამოხატულება. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ჩვენ შვილებს დაუტოვოთ მოწყობილი ცხოვრება, აშენებული სახლები, ყველაფერი, რომ არ შეწუხდნენ შრომით, გონება არ დაეძაბოთ ფიქრით. ღმერთმა თქვა, რომ თურმე ხდება, რომ ეშმაკი ბავშვობიდან იპყრობს ადამიანს და რომ ეს მოდგმა, ეშმაკთა მოდგმა არ განიდევნება ლოცვის და მარხვის გარეშე. ჩვენ შვილებს ბავშვობიდან ლექსებს ვასწავლით ხოლმე და რესტორნებში უხდით დაბადების დღეებს. და მერე გვიკვირს, რომ ხდება ის, რაც ხდება. უამრავი მშობელი ჩივის თავის შვილზე, რომ მე მხოლოდ სიკეთეს უკეთებდიო და ესეთი უვარგისი რატო გამოვიდა. ეს იმიტომ, რომ მათ ეგონათ, რომ სიკეთეს უკეთებდნენ. სინამდვილეში ასწავლიდნენ ბოროტებას, ცოდვას. რატომა ასეთი ზღვარგადასული შეშლილობა დასავლეთის სამყაროში, სადაც მილიონობით ადამიანი ენით უთქმელ საქმეებს აკეთებს. დემოკრატია ხო გვპირდება, რომ ბედნიერებას მოგვიტანს. იმიტომ, რომ მათ დახვდათ აშენებული ცხოვრება, დაგებული გზები, აშენებული სახლები და სკოლებში ასწავლიან არა იმას, რასაც უნდა ასწავლიდნენ, არამედ იმას, რასაც უნდა უკრძალავდნენ. შედეგად, ევროპასა და ამერიკაში, როგორც ინტერნეტი ამბობს, 170 მილიარდი დოლარი იხარჯება დამაწყნარებელ მედიკამენტებზე. ნუ ვიქნებით ღმერთზე ჭკვიანები, ღმერთზე უფრო მზრუნველი მშობლები. ვიკითხოთ ბიბლია და იქ აღწერილი რჩევებით ვიმოქმედოთ. ღმერთზე მეტად ჩვენი შვილები არ გვიყვარს. იმას მეტად უყვარს ჩვენი შვილები, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები. ამიტომ ვისწავლოთ ბიბლია, ვასწავლოთ ჩვენს შვილებს და რაც იქ წერია, გავაკეთოთ. ამაზე დიდ სიკეთეს თქვენ შთამომავლობას ვერ გაუკეთებთ. ვიღაცამ რო სადღაც სოფელში იშრომა, შედეგად 50-100 წლის შემდეგ კაცობრიობა იძენს ხოლმე წმინდანს და ღვთის წინაშე მლოცველს. ღმერთმა გაგახაროთ.